თელეღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა დუშეთის რაიონში, სტიქიან ფშავის 4 სოფელი, გომეკარი, კუდო, მაღაროსკარი და კაწალხევი დააზარალა. ადიდებულმა მდინარე მაღაროულამ 3 სოფლის დამაკავშირებელი გზა წაიღო, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მათ შორის მთლიანად დაინგრა 1 სახლი. ადგილობრივებს დაეხოცათ პირუტყვი და დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები, სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზების დააზიანა და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. სოფელ გომეკარში რაიონულ ცენტრს 50 ოჯახია მოწყვეტილი, ასევე ბევრად რთული ვითარება და ცენტრალურ გზას მოწყვეტილია ჭართლის თემის 3 სოფელი. ზარალის დასათვალად გამგეობაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რის შემდეგაც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდება. მთელი ღამე წვიმდა, 12-ის ნახევარზე რო დაიწყო, პირველის ნახევარზე მოვარდა ეს ღვარცოფი, გავიყვანეთ ბავშვები, ჯერ იქ ზემოთ სახლში ავიყვანეთ, მერე ტყეში ავიყვანეთ, მაღლა, კაკლების მაღლა გადადიოდა წყალი, 6 ძირი კაკალი წაიღო, ამას არ ვჩივით, სახლი წამოიღო, რომელიც საცხოვრებელი არა აქ არსად მაგათუ. ზემოთიდან ჩამოატარა საქონელი, ხარები, ძროხები, ისინი დახოცილი მოჰქონდა, რას უშველიდი. რთული სიტუაცია არის, როგორც უყურებთ, გამგეობაში და საკრებულოში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ითვლიან ზარალს და ვფიქრობთ, რომ პირველი რიგში, როგორც კი ეს ოდნავ მაინც შემსუბუქდება მდგომარეობა, აქ უნდა გაკეთდეს გაბიონები, იმიტომ რომ დაახლოებით 50 მეტრში უყურებთ გზის მეორე მხარეზე არის მოსახლეობა და შემდეგ ამას რომ არ შეექმნას კიდევ საფრთხე.